საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ჩვენს რეგიონშიც, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მისმა წევრებმა დატოვეს, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი საკრებულოების წევრები არიან. როგორია ფოთელი ნაციონალების პოზიცია და ხომ არ აპირებს ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე მის თანამოაზრეებთან ერთად პარტიის დატოვებას. აღნიშნული კითხვით დარეჯან ხვიტარიას მივმართეთ. მისი თქმით, გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ აქვს და აპირებს ფოთის ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად ბრიფინგის მოწყობას, სადაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს და საბოლოო გადაწყვეტილებას გააჟღერებს. ჩემთვის ძალიან რთულია ეს პროცესი, მაგრამ ცოტა ხანშია ხო მე როცა გადავწყვეტ აუცილებლად დაგიძახებ და ბრიფინგით გავაკეთებ ამას. მაგრამ ჯერ არ მაქვს ბოლომდე გადაწყვეტილი და რა ვიცი. ცოტა რთულია, ხო 22 წელიწადი ამ პარტიაში ვარ და ამ პარტიისთვის ყველაფერი გამიღია და ეხლა მიჭირს ცოტა არ იყოს. რაც შევთავაზეთ პარტიის თავმჯდომარეს არ გააკეთა პირიქით უარესობა უარესობისკენ წაიყვანა პროცესები და ხო. გავაკეთებ, რა თქმა უნდა გავაკეთებ. ოღონდ ფოთში რო ჩამოვალ, მაშინ ბრიფინგს გავაკეთებ და მაშინ გავაკეთებ.